პლასტმასის დანების, ჩანგლების, კოვზების, თებშების და სხვა სურსათთან შემხებლობაში მყოფი ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების საკითხი დარეგულირდება. ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სავაჭრო ქსელების წარმომადგენლები, პლასტმასის მწარმოებლები და იმპორტიორები ესწრებოდნენ. ყურადღება გამახვილდა ახალ რეგულაციაზე გადასვლის ვადებზე. აღსანიშნავია, რომ პლასტმასის ჭარბი მოხმარება დღეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს. გარემოსდაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენ ავკრძალოთ ის პლასტიკის კონკრეტული პროდუქცია, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ სურსათის და კვების დროს და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ. ჩვენ მქონდა დღეს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა, ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, რომელმაც საშუალება მოგცვა, რომ ჩვენ ფაქტობრივად შევთანხმებულიყავით იმ ძირეულ საკითხებზე, რომელიც შეეხება მომდევნო წლიდან გარკვეული ტიპის პლასტიკის პროდუქციის ბაზარზე განთავსების, იმპორტის აკრძალვას და ასევე გამოყენების აკრძალვას. მე მინდა მადლობა გადაუხადო ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ასეთი კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის და აი ძირეულ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის. ბუნებრივია, გარემოსდაცვა სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს შემდგომ პერიოდშიც მუშაობას. დღევანდელი შეხვედრა, ისევე როგორც სხვა დანარჩენი, შედეგიანად დასრულდა. ჩვენ შევჯერდით საბოლოო ვადებზე, რომ ისე რომ არც ბიზნესი დაზარალდეს და სახელმწიფოსთვისაც მისაღები იყოს ეს რეგულაციები. ჩვენ ყველა შევთანხმდით იმაზე, რომ რა თქმა უნდა ის რაც ჯანმრთელობისთვის მავნეა, არც ბიზნესისთვის არის ხელსაყრელი. შევჯერდით, რომ გონივრულ ვადაში ჩავეტევით იმ არსებულ ნაშთებზე, რაც გვაქვს ამ ეტაპისთვის და რასაც მოვასწრებთ იანვარში იმპორტს. შევჯერდით, რომ დაუზიანებლად და უმტკივნეულოდ გავწოვთ ამ ყველა ნაშთს და ვთვლი, რომ ადგილობრივი წარმოებისთვისაც რაღაცა ეტაპები და რაღაცა ნაბიჯები გადადგმული იქნება, რომ ჩვენ ქვეყანაში წარმოებული ქაღალდის პროდუქცია და ალტერნატიული პროდუქციას მივაწვდით ჩვენ მომხმარებლებს.